საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ რევაზ ზინანიშვილის ერთ ძალიან საინტერესო მოთხრობაზე, რომელსაც ქვია პატარა ბიჭი გოლგოთაზე. უპირველეს ყოვლისა, სათაური გავიხსენოთ, სათაურის ის ნაწილი ავხსნათ, რომელიც შეიძლება თქვენთვის ცოტათი გაუგებარი იყოს, თუ კი ამას არ გავიაზრებთ. გოლგოთა გახლავთ ის ადგილი, სადაც მაცხოვარი ჯვარს აცვეს. და როცა მწერალმა სათაურშივე გამოიყენა გოლგოთა, აქ უკვე ეს სიტყვა სიმბოლურ შინაარსს იღებს და მიანიშნებს იმ ტანჯვა-წამებაზე და იმ უბედურებაზე, იმ ტკივილზე, რომელიც უნდა გადაიტანოს აი ამ პატარა ბიჭმა, რომელიც მოსალოდნელია როგორც ჩანს, რადგან დაარქვა ნაწარმოებს ასეთი სათაური პატარა ბიჭი გოლგოთაზე. და მართლაც ჩვენ როცა გავეცნობით ნაწარმოებს, დავწმუნდებით, რომ აქ სწორედ იმ ვითარებაზე, იმ სიტუაციაზე ალაპარაკი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც მართლა ჰგავდა ჯვარცმის პერიოდს, მართლა ჰგავდა ადამიანების ტანჯვა-წამებას გოლგოთაზე, იტანჯებოდა დიდიცა და მცირეც და განსაკუთრებით ძნელი, რა თქმა უნდა, იყო ამ ყველაფრის პატარა ბიჭის ან პატარა გოგონას, სულ ერთია ამ შემთხვევაში, ზრდა დაუსრულებელი ადამიანის თვალით დანახვა, რადგან ზრდასრული ადამიანი მაინც ასე თუ ისე მშვიდად უყურებს სამყაროს, მას უკვე ბევრი რამ ნანახი აქვს, ბევრი რამ გამოცდილი და შეიძლება ისე არ გაუკვირდეს და ისე არ იდარდოს, როგორც ამას გაიკვირვებს და იდარდებს პატარა ბიჭი. სწორედ ასეთია ამ ნაწარმოების მთავარი გმირიც, რომელსაც ფაქტობრივად ანადგურებს ის მდგომარეობა, რომელშიც მამამისი ჩააგდეს, როცა იგი ხედავს მამას. მივყვეთ ამ ნაწარმოებს და კიდევ ერთი რამ გვჭირდება ინფორმაცია საიმისოთ, რომ ჩვენ ამ ნაწარმოებში გადმოცემულ შინაარსში გავერკვეთ. როცა იქმნებოდა საბჭოთა კავშირი, ანუ როცა იქმნებოდა ის დიდი იმპერია, რომელშიც შედიოდნენ სხვადასხვა სახელმწიფოები და ისინი ერთიანდებოდნენ მხოლოდ ერთი ნიშნით. ყველა მათგანი იყო სოციალისტური რესპუბლიკა და ყველა მათგანს განაგებდნენ ბოლშევიკები, ანუ რევოლუციონერი უმრავლესობა აი ამ რევოლუციონერებისა. სწორედ ამ საზოგადოებაში უკვე დაწყებული 1934 წლიდან დაიწყო იმ ადამიანების დაპატიმრება, დასჯა, გადასახლება, რომლებიც რაიმე თვალსაზრისით არ ეთანხმებოდნენ ბოლშევიკურ პოლიტიკას. განსაკუთრებით გამძაფრდა ეს დევნა 1937-38 წლებში. ეს იყო ის საშინელი რეპრესიები, რომლების შესახებაც თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, ან და შეიძლება გაგონილიც გქონდეთ, რომლებიც ახსოვთ თქვენს პაპა-ბებიებს და თუ გინახავთ ფილმი მონანიება, აი სწორედ ამ ფილმში თენგიზ აბულაძისა თქვენ შეხვდებით სწორედ ამ ეპოქას და იმას თუ ადამიანები როგორ იტანჯებოდნენ და როგორ მართლაც მიწაში ჩაძრომაც კი არ იყო საიმისო საფუძველი და საშუალება, რომ თავი გადაერჩინათ იმ აგრესიისაგან, რომელიც ამ შემთხვევაში მომდინარეობდა მთავრობის წევრთა მხრიდან. რადგან ქვეყნის მთავრობამ, მმართველობამ გადაწყვიტა, რომ გაენადგურებინა ინტელიგენციის დიდი ნაწილი იმ ინტელიგენციისა, რომელიც მას არ უჭერდა მხარს, ხოლო რომელიც მხარს უჭერდა, რომელსაც წითელ ინტელიგენციას ეძახდნენ, რადგან ბოლშევიკების დროშა წითელი ფერისა იყო, აი ამიტომ წითელი ინტელიგენცია კარგად იყო, ის მათ მხარეს იყო, მათნაირად აზროვნებდა, ხოლო ყველა სხვა იყო გასანადგურებლად გამიზნული მაშინვე და მისჯილი ჰქონდათ მათ, რომ დიდხანს ისინი მზეს ვერ უყურებდნენ და დიდხანს ბედნიერნი ვერ იქნებოდნენ. აი ამ რეპრესიების დროს ძალიან უდანაშაულო ადამიანებიც დაიღუპნენ და ძალიან ბევრი ვინმე ისეთი გადაასახლეს, რომელიც ნამდვილად არ იმსახურებდა ამგვარ ხვედრს და ნამდვილად არ იყო ღირსი გადასახლებისა და გადაკარგვისა. ერთ-ერთი ასეთია სწორედ აი ამ ნაწარმოების მთავარი გმირის მთხრობელი ბიჭუნას მამა, რომელიც სულ 36 წლისა იყო, როცა გადაასახლეს, თუმცა ბიჭი როგორც ყვება, მაშინმე ის ბებერი მეგონა და მეგონა, რომ მას უკვე ძალიან დიდი ხანი ჰქონდა ამ ქვეყანაზე გატარებული და რაც იცხოვრა მან უკვე ძალიან დიდი ხანი იყო.
მაგრამ როგორც აგვიწერს ბიჭი მამამის, ეს იყო საოცარი კაცი, სიყვარულით, სიცოცხლით, სიკეთით სავსე, რომელიც ვერ ჩაუვლიდა გვერდით ვერავის, ვინც მას რაიმეში დახმარებას თხოვდა და ბიჭი ერთ კარგ დეტალს იხსენებს: მამა საფეთქელს მოისრეს და ხოლმე ანერა და მოიფხანდა მათრახის ყურითო. ალბათ გინახავთ ასეთი სურათი, მოგიკრავთ თვალი, როცა ადამიანი უხერხულობის დასაფარავად რაიმე ასეთ ჟესტს მიმართავს ხოლმე. აი სწორედ ასეთი ჟესტია ამ ადამიანისაგან მათრახის ყურით საფეთქლის მოსრესა, ნიშნად იმისა, რომ შეიძლება მას სადღაც არ ეჩქარება, სადღაც მიდის, არ შეუძლია, რომ აი ამ დროს ვინმეს დაუთმოს გარკვეული პერიოდი თავისი ცხოვრებისა, მაგრამ იგი მაინც ყველაფერს უკეთებდა, ვინც რას სთხოვდაო. დაწყებული იქიდან, რომ დაეხმარებოდა რაიმე საქმის გაკეთებაში, დამთავრებული იმით, რომ შესანდობასაც ათქმევინებდნენ ხანდახანან და ხანდახან სუფრასთან მიიწვევდნენ და ეს ადამიანი ვერაფერზე ამბობდა უარს, რადგან გულიანი, ალალი და კეთილი კაცი იყო. ერთხელო ბიჭი იმასაც იხსენებს, ჩვენ თამაშობდით. მამაჩემი მოვიდა, მოგვეხმარა, რადგან ჩვენ ვერ ვაკეთებდით პატარა ფანჩატური გვინდოდა დაგვედგაო და მან ისეთი ძალით ჩაურჭო სარები აი ამ ბავშვებს, რომ გვეგონაო, რომ ისინი მაშინვე ფესვებს გაიტანდნენ მიწაში და მაშინვე ხეებად გადაიქცეოდნენ. აი ჩვენ ვხედავთ ერთ კარგ მამას, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ შვილები წესიერად გაზარდოს, რომელიც უყვართ სოფელში, რომელსაც ყავს თავისი მეგობრები, ახლობლები, რომელსაც შეუძლია, რომ სიკეთე გაუკეთოს ნებისმიერ ადამიანს თავის გარშემო, რომელიც მარადიულად იღიმება და ბიჭი ასე ამბობს, რომ მასზე ამბობდნენ, რომ ერთი შავი კბილიც კი არა აქვსო. ხა თქვენ გესმით, რომ აქ შავ კბილზე არ არის მართლაც ლაპარაკი. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ადამიანი ყოველთვის ღიმილით დადიოდა, რასაც ქართველი ხალხი თეთრი კბილის გამოჩენას უწოდებს და აი ამიტომაც იყო, რომ ეს ღიმილიანი ადამიანი ყველასთვის საყვარელი, ყველასთვის მოულოდნელად როცა დააპატიმრეს, კიდევ ერთხელ გამოჩნდება ამით ის დიდი უსამართლობა, რომელსაც 1927-38 წლებში ჩადიოდნენ ყოფილ საბჭოთა კავშირში, აი ამ სივრცეში, ყველა სახელმწიფოში, რომელიც შედიოდა ამ შემადგენლობაში ამ საბჭოთა კავშირისა და მათ შორის საქართველოშიც. თანაც როგორც ბიჭი გადმოგცემს, დააპატიმრეს არა მარტო მამამისი, არამედ ბიძაც დაუპატიმრეს და პაპაც. ასე რომ ოჯახი მთლად მარტო დატოვეს, მთლად ქალების იმედზე და ამას მოჰყვა ის, რომ ამ ოჯახში ყველა მხოლოდ ტიროდა, დედა საფეთქლის სრესით დადიოდა შეწუხებულიო, თავზე ხელმოჭერილი ან თავში ხელის ცემით დადიოდა ბებია და ბავშვებიც იძულებულნი იყვნენ, რომ შეგუებოდნენ აი ამ მწარე ხვედრს, შეგუებოდნენ მეტად დამწუხრებულ უფროსებს და მამას გადასახლებულს, მამის მონატრებას, იმ ღიმილს, რომელიც მამაში მოჰქონდა ხოლმე ოჯახში და რომელიც სამწუხაროდ აღარსად ჩანდა. მეორე ეპიზოდი ამ ნაწარმოებისა უკვე არის ბიჭის მონდომება, მცდელობა, რომ შეხვდეს მამას და რაიმე გაიგოს მის შესახებ. კერძოდ ოჯახი სულ მალე გაიგებს, რომ ბიძა და პაპა გადაასახლეს, მაგრამ მამაზე არის მხოლოდ ინფორმაცია, რომ ის ისევ თბილისშია. ამიტომაც ეს ოჯახით შეხიზნულია თბილისში და ცდილობს, რომ რაიმე გზით დაუკავშირდეს მამას. ნოემბრის ბოლოს, როგორც ამბობს ბიჭი, როცა უკვე ცივა, მამამისის ერთ-ერთი ძმაკაცი ვანო, რომელსაც ვანოძიას ეძახის, ჩუმად შემოიპარება ერთხელ მათ სახლში და აი ამითაც ჩანს ის დიდი შიში, რომელშიც მაშინ მთავრობა აცხოვრებდა ხალხს, რადგან მან იცის, რომ თუ კი ასეთი გადასახლებულის, ანუ რეპრესირებულის, დაპატიმრებულის ოჯახს მიეხმარება, თვითონ მასაც რაღაცა გარკვეული პრობლემები გაუჩნდება, ამიტომ ეს კაცი შეშინებული იყურება აქეთ-იქით და ისე რომ რაც შეიძლება სწრაფად უთხრას და სწრაფად გაიქცეს ერთი სული აქვს, აი ასე ეტყვის, რომ ხვალ თურმე სასამართლოში გადაჰყავთ და შეგიძლიათ თვალი მოჰკრათ, კარგი იქნება თუ ყველანი წამოხვალთ, რადგან ისიც თვალს მოგკრავთ და ამოისუნთქებს იმ იმედით ფთაშესხმული, რომ მისი ოჯახის წევრები ცოცხლები არიანო. როგორც ხედავთ, ეს ხალხი იმდენად იყო ინფორმაციას მოკლებული, რომ არც დაპატიმრებულმა და არც დაპატიმრებულის ოჯახმა არაფერი იცოდა ერთმანეთის შესახებ, მათ მხოლოდ და მხოლოდ ის შეეძლოთ, რომ შორიდან და ჩუმად მოეკრათ თვალი. მართლაც, როცა ესენი გაემზადებიან და დილის 4 საათზე წარმოიდგინეთ ნოემბერში, როცა ასე ადრე ღამდება, როცა საკმაოდ ცივა
დილის 4 საათზე ჩუმად მიიპარებიან ისინი თბილისის ქუჩებში. ბნელ ხიდთან საგანგებოდ შენიშნავს ბიჭი შეხვდებათ ეს ვანოძია და უნდა მივიდნენ აქედან ათარბეგოვის ქუჩაზე, სადაც იციან მათ, რომ უნდა მოიყვანონ პატიმრები, იქ უნდა დადგნენ ჩუმად, სადმე ახლოს, რომ მამამ თვალი მოჰკრას სასურველია და როცა ისინი მივლენ აქ ათარბეგოვზე, ჯერ კიდევ გათენებული არ არის, ბიჭი ერთი სულით ელოდება, როდის ჩამოიყვანენ პატიმრებს და ამ დროს დაინახავს იგი ვანოძია როგორ ეფარება ხეებს და როგორ იმალება. აქაც ეშინია მას, რომ რაიმეში გამოჩნდეს, ვიღაცა მას თვალი მოჰკრას, ამიტომ ცხადია, რომ მას არ შეუძლია ამ ოჯახს წესიერი თანაგრძნობა გაუწიოს, ისეთი როგორიც სურს ალბათ და როგორიც უნდა. ბიჭმა კიდევ ერთი დეტალი შენიშნა, სხვათა შორის, როცა ვანოძია მათთან სტუმრად იყო, ერთი ჭიქა არაყიც კი არ დალია, ისე წავიდაო. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ შეიძლება მან უბრალოდ დაზოგა ოჯახი და ოჯახის გაჭირვებას გაუწია ანგარიში, რადგან მაშინ არავის არ ქონდა საჭმელი და სასმელი საკმარისი რაოდენობით და მით უმეტეს სტუმრისთვის, მაგრამ შესაძლოა უბრალოდ არ უნდა, რომ რაიმეში ჩაერიოს ამ ოჯახის ცხოვრებაში და ვინმემ ეს ამბავი გაიგოს, რადგან იცის, რომ ამის გამო დააბეზღებენ და პრობლემები შეექმნება. როგორ აღიქვამს ბიჭი იმ საშინელ ყვირილს, ხმაურს, იმ ჩექმებს, იმ რუს ჯარისკაცებს, რომლებიც მოიყვანენ პატიმრებს, იმ მილიციონერებს უყურებს დიდი თვალებით შეშინებული, ამას გადმოგცემს რეზო ინანიშვილი არაჩვეულებრივად და ჩვენ გვებრალება ეს ბიჭი, ჩვენც ამ ბიჭის თვალებით შევცქერით აი ამ რუსულად აყვირებულ ადამიანებს, რომლებიც ურტყამენ პატიმრებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ მას და ვხედავთ, როგორ საშინლად მიდიანა ეს პატიმრები, ერთი პატიმარი, შემდეგ ერთი მილიციელი, ერთი პატიმარი, ერთი მილიციელი, შეიარაღებული ჯარისკაცი და ასე შემდეგ მათ გადაჰყავთ ეს პატიმრები დიდი სიფრთხილით ალბათ და იქ არის კიდევ ერთი კარგი დეტალი, რომელიც კარგად დაგვანახებს, როგორ უყურებს ბიჭი იმ სიტუაციას. ყველაფერი გაკანკული იყო. გაკანკული, კახური სიტყვა გახლავთ, რევაზ ინანიშვილი კახელია და ეს არის დიალექტი, რა თქმა უნდა, და დიალექტი როცა შემოაქვს მწერალს ნაწარმოებში, ცხადია მას მიზნად აქვს, რომ ის პერსონაჟი უფრო დამაჯერებლად ასახოს, რადგან ბიჭი, როგორც წესი, ლაპარაკობს იმ კუთხურ კილოზე, რომელიც მას ესმის და რომლითაც აღიზარდა. გაკანკული ნიშნავს ატუზულს, გაჩუმებულს და შეშინებულს. ბიჭს სწორედ ასე ეჩვენება, რომ კედლები, კარი, შემოსასვლელი, თვითონ ადამიანები და ყველაფერი ფანჯრებიც კი არიან გაკანკულები. იმიტომ მოეჩვენა ეს, რომ ის გრძნობს, რომ ამ საზოგადოებისგან თავის დახსნა შეუძლებელია და აქ ვისაც რა მიესაჯა, იმას ისინი ვერსად წაავლენ. ბიჭი ჩუმად მოახერხებს შეპარვას შენობაში, სხვას არავის შეუშვებენ. მასთანაც ეტყვიან, რომ თუ რამეა უთხარი დამლაგებელი შვილი ვარ და ამით იქნებ გაიპარაო. ბიჭს ეს ტყუილიც არ დასჭირდება და იგი სულ ახლოს კიბეებთან ელოდება, როდის ამოატარებენ პატიმრებს. თუმცა სულ მალე დაკარგავს იმედს, რადგან იგი ხედავს დაჩიავებულ, გასაცოდავებულ პატიმრებს. მამამისი ასეთი არ იყო. მამამისი მაღალი, მხარბეჭიანი კაცი იყო, ღირსეული, ლამაზი, ამიტომაც ვერ წარმოუდგენია, რომ აქ მამამისი იყოს. და სწორედ მაშინ, როცა იგი იმედს დააკარგავს, რომ მამამის დაინახავს და თვალს მოჰკრავს, შეამჩნევს, რომ ერთი ყველაზე საცოდავი, ორივე ფეხით კოჭლი, ყველაზე პატარა პატიმარი, რომელიც წინა პატიმრას ქამრამდეც ძლივს წდება, იმდენად არის მოკუზული და მოკაკული, ხელი აუწია აი ამ პატიმარმა და დაინახა, რომ ეს პატიმარი შორიდან უღიმის. ბიჭს თავზარი დაეცემა, როცა წარმოიდგენს, რომ ეს არის მამამისი. ამიტომ შემდგომი საქციელი ბიჭისა უკვე რა თქმა უნდა დიდ ტკივილს უტოვებს მკითხველს, მაგრამ ბუნებრივია, რომ სხვანაირად ვერ დაწერს ამას მწერალი და სწორედ ასეთ გადმოცემაშია დიდი სიმართლე მწერლის მხრიდან. ბიჭი ჩაიცუცქება, მოიბუზება, ის თვითონაც მამამისივით ერთი მუშტის ხელა გახდება და პატარა და თავპირის მტრევით გამოიქცევა იქიდან, იმიტომ რომ მას უნდა რომ შორს იყოს აქედან, რაც შეიძლება შორს, მაგრამ რაღა უნდა უყოს ოჯახს და ოჯახის შეკითხვებს.
Რაღა უნდა იყოს დედას, ბებიას, დას, რომლებიც ეკითხებიან, ნახე, რა გითხრა, დაინახე, დაგინახა, იმიტომ რომ თვითონ მათ რასაკვირველია ვერ მოკრეს თვალი და შეიძლება მოკლეს, მაგრამ ბიჭივით ვერც კი მიხვდნენ, რომ ის იყო ის ადამიანი, ვის სანახავათაც ისინი აქ მოვიდნენ და რომელიც ასეთი ახლობელი იყო მათთვის. ბიჭი ხმას ვერ იღებს. შემდგომში, როცა ამას გაიაზრებს და დაალაგებს, მანამდე თავზარდაცემულია და გასაგებია, მაგრამ შემდგომშიც იგი ფიქრობს, იქნებ ჯობდა, რომ მე მეთქვა, მან გამიღიმა, მეც გავუღიმე. იქნებ მეთქვა ასეთი რამ, იქნებ როგორმე ამით ოჯახი დამემშვიდებინა, მაგრამ არა, მე იმ ღიმილს ვერ დავარქმევდიო. ის რაღაც სხვა იყო, ის იყო რაღაცა უცნაური თქმა, ანუ სიტყვები, ეს იგულისხმება, რის თქმა, აი რად გადავიქეცი მე, ხედავო, შეხედე, ჩემი ნახევარი, ჩემი მესამედი ვარო, აი ასე გადავიქეციო. ასე წავიდა მამა, ავიდა მაღლა და როგორც ბიჭი ამბობს, შეერია ცას. ამაზეო, არასოდეს შვილები არ საუბრობენ მშობლებთან, ასე ამთავრებს ბიჭი და ამით გვიჩვენებს ჩვენ რომ ყველანი გოლგოთაზე არიან, ადიან მაღლა, ეზიდებიან თავის ჯვარს და შეერევიან ცას გულნატკენები, მამა თავის გოლგოთაზეა, იმიტომ რომ იმდენი სცემეს, იმდენი ურტყეს მას ჯოხი, თუ იმ ხელა შეურაცხყოფა მიაყენეს, რომ თავის მესამედად გადაიქცა ეს ადამიანი, მას იმის ძალაც კი არა აქვს, რომ შვილს ხეირიანად გაუღიმოს და ანუგეშოს, ასევეა ბიჭი, რომელიც, რა თქმა უნდა, ვერასოდეს დაივიწყებს იმ სურათს მამამისისა და ყოველთვის ასეთი ძალიან მძიმე მდგომარეობა ექნება მას, როცა წარმოიდგენს მამას და ბევრჯერ ალბათ კოშმარულ სიზმარში ნახავს ორივე ფეხით კოჭლ და წინა ადამიანისთვის ქამრამდე რომ ძლივს წვდება ისეთ მამას, რომელიც ვაივეშით და კანკალით უქნევს ხელს შვილს. ეს იყო ისეთი მძიმე სურათი, რომლითაც რეზო ინანიშვილმა დაგვანახა ჩვენ რეპრესირებული, მიწასთან გასწორებული და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი საქართველო, რომელმაც აი ამ რეპრესიების დროს ძალიან ბევრი კარგი ადამიანი დაკარგა, რომლის დროსაც თითქმის გაანადგურეს ქართველი ინტელიგენცია. აი ამ შემთხვევაშიც ეს ბიჭიც და სხვაებიც როგორ იყვნენ გოლგოთაზე ამისი ჩვენება უნდოდა რევაზ ინანიშვილს. გმადლობთ ყურადღებისთვის.